აი ხელისუფლებას მიმართა ოფიციალურად თქვენთან ერთად სასწრაფოდ შეიმუშაოს კანონი აიგრძალოს არა ქართველებზე მიწების გაყიდვა. მხოლოდ ცალკეულ იშვიათ შემთხვევაში როცა დამსახურება აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე შეიძლება ეს გამონაკლისი დაუშვა. თუ ყურებს არ გამოიპერთხავ ცოტა ხანში ჩვენი ხსენება არ იქნება საქართველოში. უდაბნოებიდან მოსულები ბედუინები შთამომავლები ხარობენ დღეს საქართველოში. რატომ დაიჟებით იცი? პირველ ყოვლისა იმის გამო რომ ღვთისმშობლის წილხვეც საქართველოს უშვებით ამას. მერე იმიტომ რომ თქვენი მამა პაპის სისხლით გაპოხილ და ძვლით გაპოხილ მიწას ყიდით სხვებზე. ვიღაცამ ჯიპი იყიდა, ვიღაცამ ღიპი დაიყენა ამ ფულით მიწა რომ გაყიდა ქართული და სხვა და სხვა. გახსოვთ რა სამბობენ აფხაზეთზე? ესე იგი აფხაზეთი როგორ დაიკარგა? აფხაზეთში დაიკარგა ჯერ ქართული სული. კიდევ მოგიყვანთ მაგალითი. დავიღოთ მეგრელები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და არა მარტო რაჭველებიც იყვნენ, სვანები. გვარები გადაიკეთეს და ეროვნება გადაიკეთეს და აფხაზება დაიწერნენ. რუსულ სკოლებში დადიოდნენ ძირითადში. აქ ჩამოვიდა რამდენიმე ტოლვილი აქ ისწავლეს ქართული. ქეთო და კოტესავით ამტროდნენ ხალუმასავით ქართულს. მერე გაუკვირდათ როგორ დაიკარგა, ასე დაიკარგა. ქართული სული დაიკარგა, მერე ქართული მიწა დაიკარგა.